გადავწყვიტე ენდუროც გადავიღო. ამ საქმეში არ ვარ კომპეტენტური ამის მართვაში. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირითად რაღაცებს მაინც გავუსვავ ხაზს. ეხლა ამას ქუჩაში ამის გატესტოს აზრი არ ქონდა, არც არსა და ყველაზე კაი ვარიანტი წავიყვან შატილში. შატილსაც ვნახავს, უთა ჰაერზე ვიქნები, ამასაც გადავიღე. ეს სამწუხაროდ 1 წელია დგას, სულ 3 საათი აქ ნამუშევარი, სულ ახალია, ხონა? წეგან მოვიდა აკუმულატორი დამჯდარი დამხვდა. დავტენე. ეხლა ჯაჭვ დავზეთავ და მე წავიყვან სამრეცხაოში გავრეცხავ. ეხლა ვინმე კომენტარებში არ დამიწეროთ, რომ დააზეთავ, მე რომ გარეცხავო, მოშორდებაო და რაღაცა. ჯაჭვის სარეცხის სპრეი დაახლოებით ესეთი ბალონი ღირს 40-50 ლარი. 1 კუბი წყალი, ანუ 1 ტონა ღირს დაახლოებით 2 ლარი. შესაბამისად ეს ამის მოვალეობას წყალი ვერ შეასრულებს. ამას ეხლა დავასხავ კარგად. ერთი ფენა კარგად დავასხი უკვე. ბევრს დავასხავ, მე ჩამოვრეცხავ ზედმეტიდაც იქნება. შიგნიდან, გარედან. კარგად ჩავზეთოთ. კარგად უმექცევით, შენი მოტას დავსმოსკოთ. წამო რა, ეხლა ამას წავიყვან და შევსვათ პრინციპზე. საიდან ქრება ისიც დამოვიწყდა. წინ დავაბათ ლურჯებით. უკან სტაფილოსფერებით. რატო გეცინებოდა? შენ გიგონა ვერ ავიდოდი? რაც მე მოტოვი მყავს ამაზე დაბმული. თან ეს რა კაია? სუბუქია. აუ. ძალიან მინდა კვადროციკლის გადაღება და შალიკან ვიცი რომ თავის კვადროციკლი ძალიან უმოწყალოდ და რაღაცებია გასაკეთებელი. ხოდა წამოვიყვან მაგის კვადრო, ჯერ გავაკეთებ და მე ისე და დაუბრუნებ. ეგ ხო წარმოგიდგენია LS-ს უშვება და JZ-ს და 450-იან კვადროს რას უზავდა, ხო და უქნა და ეხა მისახედია. всё. ხო სწორად დგას. გადასწორები. გასასწორებელია მოტო. და ხმას ატვარებ შენ ინტერპოლის ძებნელი ხარ თუ რა? აქეთ არის გადმოსაწევი. ესე? წავიდით. მომეჭამო. ჩამოვედი შატილში. ეხლა ვართ შატილიდან შატილიდან მიცუსკენ მიმოვალ გზაზე. ორი სიტყვით რო თქვა, ეხლა ენდურო რა არის? ენდურო არის ძალიან მაგარი გასართობი პირველ რიგში. მეორე ძალიან მაგარი არის ჯანმრთელობისთვის და მესამე ის რომ ესეთ მაგარ ადგილებს ძალიან მარტივად ნახავთ. ძალიან ბევრ კარგ ადგილს ნახავთ. საქართველოში რო ცხოვრობ და ენდურო არ ყავდეს, იგივეა რომ სახლში ჩუსტები რო არ ქონდეს. ანუ საქართველოში იმდენი ადგილია სანახავი, აი თბილისიდან ძალიან ახლოს თუნდაც. აი 10 წუთის გზაზე ძალიან ბევრი ადგილია. ძალიან ლამაზი ადგილებია. ეხლა სხვათა შორის ბევრი კადრი გადავიღე, დრონის კადრებიც გვაქვს.
მაგ ყველაფერს ნახავთ ამ ვიდეოში. ზოგადად ენდურო ერთი განსხვავდება სხვა მოტოებისგან რა. ესეთი სტილის მოტოები ბევრია. ანუ ბევრს ენდურო, კროსი, დუალ სპორტი ერთმანეთში ერევა. ეს არის ენდურო. წმინდა სისხლის ენდურო. ორი სიტყვით ვიტყვი ენდუროზე. ძალიან მსუბუქია. აქვს მსუბუქი რამა, მსუბუქი და ძალიან გამძლე რამა. ასევე აქვს პატარა ძრავი, ფიზიკურად პატარა ძრავი, მოცულობითაც პატარა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი. ნებისმიერ დაბრკოლების გადალახვა შეუძლია უპრობლემოდ და არის კატასტროფულად გამძლე. ანუ ნებისმიერ გზაზე, ნებისმიერ რთულ რელიეფზე, მაღალი სიჩქარით, დაბალი სიჩქარით, ტრამპლინზე გადახტომა, გადმოხტომა, გადავარდნა, წაქცევა, ყველაფერს იტანს. ეს არის ძალიან მაგარი დადებითი მხარე ამის, სადაც არ უნდა წავიდეთ ნებისმიერ სიტუაციაში დაღმარზე რო წაგვექცეს, აღმარზე, სწორზე, მაღალ სიჩქარეზე საერთოდ არაფერი არ მოსდის. შეიძლება უმნიშვნელო რაღაც პატარა ნაკაწრები გქონდეს. არის ასევე დუალ სპორტი. დუალ სპორტი ამასთან შედარებით მძიმეა, ის გათვლილი არის უფრო შორ გზებზე სასიარულოდ, შედარებით რა თქმა უნდა, იმისი საბურავები ნაკლებად აგრესიულია, ამის საბურავები მეტად აგრესიულია უფრო. სამაგიეროდ ამის საბურავები აგრესიული როა, იმიტომ მისამელი ჩამოვიყვანეთ ამ ხელა გზაზე. თბილისიდან ახლა ამით წამოსვლა, შეიძლება კბილებიდან პლომბები გაგძვას, ესეთი ვიბრაცია აქვს და დანარჩენი კროსს რაც შეეხება, კროსი არის აი გაუხედნავი ცხენი როა რა. ძალიან მაგარია. ოღონდ ეგ არის სუფთა სპორტისთვის. გამძლეობა არანაკლებია აქ ანუ კორპუსის მხრივ, მაგრამ ძრავი რა თქმა უნდა რესურსი ნაკლები აქვს. რა ხშირად ჭირდება სერვისი. იქიდან გამომდინარე რომ ამაზე ორჯერ მეტი ცხენის ძალა აქვს, მაგალითად. პირობითად ამას თუ აქვს 30-40 ცხენის ძალა, იმას აქვს 70 ცხენის ძალა, 80-იც, 60-დან ბევრად უფრო ძლიერია. გადაცემათა კოლოფიც უფრო მოკლე აქვს, კბილანებიც რა თქმა უნდა სხვა გადაცემები აყენია. ის არის უფრო სპორტისთვის, დახურული ტრეკისთვის ალბათ. სადაც ხელოვნური ტრამპლინებია, ხელოვნური ბარიერებია, გათვლილია რომ უცბად აჩქარდეს და ეხლა მთაზე მაგალითად სადმე მაღალ დაკიდებულ ადგილზე რომ გაგიჩნდეთ კროსი, იმის დაზრა ძალიან ძლიერი იქნება. ეხლა ჩემთვის ალბათ შეუძლებელიც იქნება. არიან ბიჭები, ვინც ახლა მაგას დაძრავენ, მაგრამ ეს ბევრად უფრო კომფორტულია. ასევე რაც აქვს ამას საკმაოდ ეკონომიურია წვის მხრივ. ძალიან ცოტა სწავს, ძალიან ბევრი შეგიძლიათ იბოდიალოთ ამ მოტოთი. და ერთადერთი რასაც დავამატებთ ისა რომ ანუ აი მართლა ჯანმრთელობისთვის იმდენად მაგარია, რომ ფიზიკურად რო დადიხარ, ანუ ყველა კუნთი მოძრაობს, შენს ვარჯიში ხარ, სუფთა ჰაერზე ხარ, კარგ ადგილებს ნახულობ, ძალიან მაგარია რა. ეხლა ნენელა დავეშვებით უკვე თბილისისკენ. ნენელა გავგორდეთ და შესესეში ვიყავი და რომ ითხრეს რომ თუ გასაჭირებ 30 დღეში გაიყვან მოტოციკლს და მანამდე ვერო 2 სექტემბერს გადის 30 დღე. გამოვიდა რომ დარჩა 2 დღე. 2.5 და მაინტერესებს რა პასუხს გამცემენ, იმიტომ რომ პასუხი უნდა გქონდეთ მზად. მე როგორც ვიცი, ის პასუხი რომ მე ავარიული სიტუაცია შევქმენი თუ არა, ჯერ არ აქვს. არც იმის პასუხი არ აქვს, რომ მაყუჩი ხარხნულია თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ სამხარაულიდან მივიტანე ცნობა, რომ ხარხნულია ნამდვილად. ერთი სული მაქვს, როდის მოვა ეს დღე. ასევე კვირის ბოლოს არის დრაგი, მეორე ეტაპი. შაბათს კვალიფიკაცია, კვირას შეჯიბრი. ნენელა ვიწყებთ მომზადებას რა. საჩეჯიბრო მოტოციკლეტი დრაგისთვის კავასაკის თუ გავამატანენ, კავასაკით გამოვალ 1000 პლუსში. თუ არ გავამატანენ, არც ეგ არ იქნება პრობლემა, დუკატით გამოვალ. ასევე გვაქვს ესეთ სიტუაცია, რომ BMW-ზე გვაქვს საბურავ შესასვლელი, რომელიც შევუკეთე. დრაგი არის 7 კვირას და ჩამოსვლის თარიღი უწერია 8 ორშაბათი. ასე რომ ვლოცულობ, რომ იქნებ რაღაც მოხდეს სასწაული და ცოტა ადრე ჩამოვიდეს ეს საბურავი. ნახოთ რა იქნება. ბიჭები ყველანი მზად არიან, ჩვენი მეგობრები იმ შემთხვევაში კონკურენტები თორე იქ უცხო არავინ არ არის. ქუთაისიდან ჩამოვლენ ბიჭები, ყველა მზად არის, ვარჯიშობენ და კარგი სანახაობა იქნება. ამიტომ გელოდები ჩვიჩი ერთი რაც შეიძლება იყოს, მიუხედავად ჩემი და მათი ესეთ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მაინც ანუ საპატრულოსთან მქონდა ესეთი კითხვა. და კითხვას მე მოყვა ესეთი თხოვნა, რომ ანუ შეჯიბზე მონაწილეები თავისთავად ყველა ხომ მისამელით ვერ მოიყვანს მოტოზე. ასევე შეჯიბზე, მოტო შეჯიბრის მაყურებლები დადიან მოტოებით. როგორც ხედავთ, ქალაქში მოტოები საერთოდ არ დადიან. იქიდან გამომდინარე, რომ
ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ანუ პატრული განურჩევლად იმისა, რომ მოტო ხარხნულია, არ არის ხარხნული, ჩუმია თუ როგორია, მიყავთ საჯარიმოზე. ანუ გამოვა ისე, რომ შეიძლება საჯარიმოზე აღმოჩნდეს მოტოციკლეტი, რომლითაც ან მონაწილე მოდის შეჯიბზე, ან მაყურებელი ასე შემდეგ. ესეთი კითხვა მქონდა, რომ თუ რაღაცას მაგალითად ეხა შეღავათი რომ გაუკეთონ მაგას, რომ ანუ ერთი დღე კანონი გააჩვენონ, ეგ ფიზიკურად ვერ მოხერხდება და რა თქმა უნდა არც მქონია ეგ აზრად, უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება, რომ თუ მოხერხდება ისე, რომ მაგალითად ყველა ერთად რომ ერთ ადგილას ქალაქში შევიკრიბოთ, მე პოლიციის თანდასწრებით, ანუ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების თანდასწრებით რუსთავში ჩავიდეთ და საბოლოოდ იქიდანაც რომ როგორღაც სახლამდე დაუბრუნდეთ, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდეს, რომ თუნდაც ის მონაწილეები, ანუ ის ან სიამიცეთ მონაწილეების, ან მაყურებლების, ან რაღაცნაირად რომ მოხდეს, ანუ ვერ ხვდები თვითონ ამ ფორმას. იმდენად უზუსტობაა კანონში და იმდენად ისეთისა, რომ რაღაცნაირად მინდა მოვახერხო, რომ მონაწილეები რუსთავში ჩამოვიდნენ უსაფრთხოდ უკვე ვთვლი იმას, რომ ის კი არა რომ იმას ავარია მოუვიდეს, ან მოტო გაუფრთხილდეს, უბრალოდ ვთვლი, რომ მოტოციკლეტი საჯარიმოზე არ მოხდეს. მესმის რომ შეიძლება მოტო რომელიც შეჯიბზე გამოდის, იმის იმაყუჩი გადაკეთებული იყოს. თავისთავად იქნება. ან რაღაც ისეთი გაძლიერება ქონდეს, რაც გამოიწვევს, რომ არაქარხნულ მდგომარეობაში იყოს მოტოციკლეტი და მესმის რომ ეგეთი მოტო შეიძლება საჯარიმოზე მოხდეს და მაგას არავინ არ აპროტესტებს. ასევე ის რომ ყველანი თანხმდებით იმაზე, რომ არც ერთ მოტო მოყვარულს არავის პრეტენზია არ აქვს იმაზე, რომ მოდი ღამე ვიგაზაოთ და მოდი ღამე ვიხმაუროთ და პატრონმა ჯარიმა არ დაგვიწეროს, მაგ სისულელეს არავინ არ ამბობს. მაგრამ არის ხალხი, ვინც სიტყვაზე მაყურებლად უნდა შეჯიბზე წამოსვლა რა და როგორღაც იქნებ ეს ფორმა, მაინც დავალაგოთ, რომ ეს ერთი დღე და ორი დღე არ ჩაგშხამდეს და სულ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ნახე. ის პირდაპირ გეუბნებით, რომ ის ადამიანი, ვინც მაგალითად დადის წრიულ ბოლაზე, თუნდაც სამოყვარულო კლასში და ის ადამიანები არ დადიან ქალაქში. მით უმეტეს მაგ მოტოებით. ჩვენთან წრიულ ბოლაზე იმ დღეს ზუსტად ვფიქრობდი და არც ერთი ჩვენი მონაწილის მოტო ტრეკის გარეთ არ გადის. ანუ ყველა პრო კლასში ვინც არის, ყველა მონაწილის მოტოციკლეტი ტრეკზე არის და არის. ანუ იქიდან არ გამოდის რა. თუ გამოდის თავისთავად მისაბმელით მოყავს თუ სამეგო გასაკეთებელი. ასევე არის რომ მონაწილეები, რომლებიც სამოყვარულო კლასში გამოდიან, ბევრის მოტოციკლი ტრეკზეა დატოვებული და ტრანსპორტერმა მოგცა ამის საშუალება. ტრეკზე არის ბოქსი, სადაც რომლითაც მოყვარულ მონაწილეებს უქმნიან ძალიან დიდ კომფორტს, ასევე პროფესიონალებსაც, რომ შეძლონ მოტოციკლის ტრეკზე დატოვება. და ესეთი მოტოებიც ტრეკზე დგას. ანუ ეს მონაწილეები თავისთავად ქალაქში აღარ დადიან. და ეს ის დღეა, რომ და ეს ის სიტუაციაა, რომ ის ხალხი, ვინც ვცდილობთ, რომ ქუჩაში რომ ხალხმა აღარ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და რაღაცა ეს ყველაფერი ადრენალინი, ყველაფერი ტრეკზე დავახარჯინოთ სწორი ფორმით. და ხელი შეგვიწყოს ჯობია საპატრულო იმაში, რომ ეს ხალხი როგორმე ტრეკამდე მივიყვანოთ ისე და დავაბრუნოთ სახლს ისე, რომ მათი მოტოები უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არ აღმოჩნდეს საჯარიმოზე. იქიდან გამომდინარე, რომ მოტო რომელიც მოხდება საჯარიმოზე, რომელსაც აქვს ხარხნული მაყუჩი და ესეთი უკვე ბევრია სამწუხაროდ, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი. რა პროცედურებს გავდივართ რა? ჩვეულებრივად საჯარიმოზე გადაიყვანეს მოტო, გამომიწერეს ჯარიმის ქვითარი 200 ლარიანი, რომელიც დროებით შეჩერებული, იმიტომ რომ გავასაჩივრე და ნახე რა ხდება. უნდა წავიდეს ადამიანი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, უნდა დაწეროს განცხადება, მე თუ 10 დღეში უნდა პასუხი 400 ლარი უნდა გადაიხადოს, თუ ერთი თვის განმავლობაში უნდა პასუხი 200 ლარი უნდა გადაიხადოს. ნახე რა ხდება, 200 ან 400 ლარს უეჭველი იხდი. ასევე გაქვს ესეთი სიტუაცია, რომ საჯარიმოზე გადაყვანის თანხა და ის დღეები, რაც საჯარიმოზე იდგება ეს მოტოციკლეტი, ამ თანხასაც აუცილებლად იხდი, მაგას არავინ არ გაგიუქმებს და რეალურად ხარჯი გაქვს ის, რომ ყველაზე მინიმუმ დაახლოებით 350-400 ლარი გაქვს ხარჯი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პატრულმა გაგაჩერა და ჩათვალა, რომ არაქარხნული მაყუჩი გაქვს. ხო და აი ამ სიტუაციაში რო არ ვიყოთ, ამ სიტუაციაში რო არ ჩავაგდოთ ის ხალხი, ვისაც შეჯიბზე წამოსვლა უნდა პირობითად, ვინც ქალაქში არ დადის და მსგავსი ხალხი, რომ ან მაყურებელი თუნდაც, რომ არ მოხდეს მსგავს გაუგებრობაში. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი არის გაუგებრობა. ეს კანონი როცა დაიწერა და როცა ჩაიწერა კოდექსში, უფრო მარტივი ფორმა შეიძლება ქონოდა ამ ყველაფერს. ბევრად მარტივი, თუნდაც ის, რომ პირობითად მე თვითონ მაქვს მოტოსერვისი, კი იცით, ვინც იცით, შემიძლია, რომ არანაირი პრობლემა არ არის, მოვიდეს ჩემთან მოტო
დავათვალიერებ, თუ ეს მაყუთში არის ქარხნული, მივცემ საბუთს, პირობითად ვამბობ, საპატრულო პოლიციის უფლებით, რა თქმა უნდა, მაგას თვითნებურად არავინ არ გააკეთებს. ასევე არის სხვა ბევრი სერვისები, ლიცენზირებული სერვისები და ასე შემდეგ ოფიციალური წარმომადგენლობებიც გვაქვს საბედნიეროდ საქართველოში რა, თუნდაც ტრანსპორტერია ვიღოთ, კავასაკის ოფიციალური წარმომადგენელია, BRP-ის ოფიციალური წარმომადგენელია, შერკოს ოფიციალური წარმომადგენელია, ბევრი ისეთი ძლიერი ბრენდის წარმომადგენელია, ასევე რა ვიღოთ პისტოპი, მთლიანი Piaggio გრუპის წარმომადგენელია, აპრილია, ვესპა, მოტოგუცი, ანუ ძალიან ბევრი ბრენდის მასში რა ქვია, ერთი უცეშია ბევრი ბრენდი და ამ ხალხს რო შეიძლება რომ კონდეს იმის უფლება რომ მაგალითად ვიღაცას რაღაც საბუთს დაუწერონ. თუ ტექნათვალიერება არ იქნება ჯერ. მაგრამ ის რომ მოტოს ჩამოიყვან, ჩვეულებრივად განაბაჟებ, ჩვეულებრივად გააკეთებ, ჩვეულებრივად. ანუ არის არასწორი. ანუ არასწორია, ყოველად არასწორია. ჩამოვიყვანე, განვაბაჟე, არავინ არაფერი არ მითხრა, ჩვეულებრივად დავდიოდი 1 წელზე მეტი ვიარე და უცბად ერთ დღეს აღმოჩნდა რომ აიმე გადაკეთებული მაყუთი და დროზე საჯარიმო. და ასევე კიდევ ერთი ბევრი ვიდეო დაიდო, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თვითონ მიდის მოტოსთან, დაქოქავს, თავისი ხელით აძლევს როგორც ეძახინეს პოლნი გაზ, ანუ მაქსიმალურ ბრუნზე რო დააბრუნებს ზრავს, გადააბრუნებს როგორც იქნება სწორი გრამატიკულად, პოლნი აბაროძე და ამბობს რომ ეს მაყუთი არის ხმაურიანი. ხო ბევრს შეხვდათ ეგ ვიდეო, ეგ ზუსტად იცი რას ნიშნავს? ზუსტად იგივეა, გაგაჩერონ მანქანაზე ან მოტოზე, დახედონ სპიდომეტრს და დახედონ, ვა, 300 აწერია და დაგიწერონ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა. მაშინ როცა არ გადაგიჭარბებია. ზუსტად იგივეა. არც ერთ ქვეყანაში დეციბელი ხმის არ მოწმდება მაქსიმალურ დატვირთვაზე. ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ მაინც ხდება რაღაც უზუსტობები, მაინც ხდება რაღაც გადაცდენები და სამწუხაროდ რაღაც დრო არის ალბათ საჭირო რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს. მაინც ეხლა მე პირველი ამ უსამართლობის წინაშე დავდექი მე თვითონ და სამწუხარო ისა რომ ჩემ მეგობრებს იგივეს ვეუბნები რომ ეცადეთ რომ მაქსიმალურად ქალაქში არ იმოძრაოთ მოტოთი რომ თვალში არ მოხვდე და ის რომ მაგალითად მსგავსი რაღაცები ხდება განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველაზე, ყაზბეგის გამზირზე მსგავსი რაღაცები, ანუ ეს დამთხოვა ხო არ არის. ეს ხო რაღაც ვიღაცის რაღაც პირად ინტერესია, თორე იგივე ეკიპაჟია პირობითად ვამბობ პეკინზე იგივე ეკიპაჟია სანზონაში მაგალითად დიღმის ტრასაზე ხო ყველგან ხო ერთ იგივე დავალება აქვს პატრულს. მაგრამ მაინც და მაინც რაღაც გამკაცრებული არის იქ. ანუ ძალიან ბევრი შემთხვევაა და ამ ყველაფერს რატომაც გონია რომ საპატრულო პოლიციაში ყურადღებას არ აქცევენ. და ვცდილობ რომ ეს ხმა მივაწვინო ჩემი. არა YouTube-ის საშუალებით, მინდა რომ შევხვდე, დაველაპარაკო აუხსნა უბრალოდ რომ ანუ ის რომ ადამიანს მოტოციკლეტი ყავს არ ნიშნავს იმას რომ თქვა ცუდი პიროვნება ან რაღაც, იმიტომ რომ მოტოზე ზის ექიმიც, მეხანძრეც, რავი, ბიზნესმენიც, უსაქმურიც, ლოთიც, მაგრამ ფხიზელი იმ მომენტში როცა მოტოზე ზის არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ადამიანს შეუძლია ყავდეს მოტო. და რავი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენც და რაღაცის გამო თქვენი რაღაც შეხედულებების გამო პატრულის ეკიპაჟებს მიმართავ ნუ დაგჩაგრავთ, იმიტომ რომ ძალიან მარტივია იმის გარკვევა, რომ მაყუთში ქარხნულია თუ არა ქარხნული. ნუ თქვენ თუ არ გევალებათ, ყოველ შემთხვევაში თქვენ უფროსებს მაინც უთხარით, რომ თქვენ ამის იდენტიფიცირების საშუალება არ გაქვთ და მოდით სხვანაირად გავაკეთოთ, იმიტომ რომ ისევ თქვენ რეპუტაციას ეხება ეს ყველაფერი და ხალხმა არ ვიცი, რავი, საპატრულოს მხრივ ნდობა, მგონი დიდი ხანია ხალხს დაკარგული აქვს, თუნდაც აი ამ რაღაცების გამო და ძალიან გთხოვთ ეგრე ნუ იქცევით, იმიტომ რომ თქვენც არ ხართ ცუდი ხალხი, თქვენც ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, თქვენც ჩვენი მეგობრები ხართ ხშირ შემთხვევაში, ვისაც ვიცნობთ და რაღაც გადაწყვეტილებებს ისე ნუ მიიღებთ, რომ ერთმანეთი გავამწაროთ რა. ძალიან გთხოვთ, უბრალოდ თხოვნა იქნება ჩემ. დანარჩენი ახლა ისევ გავაგზელებ გზას, სანამ ცუდი გზა არის. რამდენიმე კარგ კადრს კიდევ გადავიღებ და მე ახალი ვიდეო იქნება კვადროციკლის ალბათ როგორც შეგვიდით, როგორც მოახერხებთ. აბა დროებით.
შემდეგ ვიდეოში ვაპირებდი კვადროციკლის გადაღებას და ვფიქრობ, რომ სხვა რამე ხო არ ჩავამატოთ. ვიფიქრე და ერთი რაც თავარია, რომ კვადროციკლს ვერ გავტესტავ ტრეკზე და მინდა რომ რამე ისეთი ყოფილიყო, რასაც ტრეკზე გავტესტავდი, იმიტომ რომ ეს დღეები მიწევს ტრეკზე წასვლა და შემდეგისთვის მოგვიწევს ამის გატესტვა. ვნახოთ 412-ს რამდენ ხანში გაიფრენს და ასე შემდეგ რა. Airbus-ი გავტესტოთ. ვნახოთ რა შედეგები ექნება. ერთს გეტყვით, რომ სხვათა შორის ბევრს არ წვავს, ძალიან ეკონომიურია. ძალიან ისეთი რომ ყველა ადგილას შეგიძლიათ დასვათ. და ვისაც საშუალება გექნება, შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ პილოტის საშუალება არ ექნება, მე მოგეხმარებით, პრობლემა არ არის. მე მიგაფრენთ, მოგაფრენთ. მალე ამასაც ვიყიდით. ამასაც ვიტვინავს. წამოიღე ისო კვადროციკლი გავტესტოთ. სანამ გვცემეს. წავით. მოკლედ ხა დავაბა მოტოს და წავალთ უკვე სახლში. გეუბნები რა. ეკაირო შეეხარა. ზად არის? იქნება ხინკალზე რეკავი, ყურადღებით ვიყავ. ხინკალია? ზად არის? კი, ბოწყობს. ზად არისო? გაუშვა ხელი. 40 ხინკალია. ხო, ზად არის მერე? სად ვიჩდები? მე რა ვიცი, სადაც ადგილი იქნება. წავი, ხინკალს მიაკითხეთ, ბიჭო. კასპერ, ხინკალს მიაკითხეთ. ბიჭო, მიაკითხეთ, ხინკალს შეჩერმა, კასპერ. არის? ზად არის, ხო, აბა გეღადავები. მართლა გეუბნები, დედას მიცავარ. არა, პერი შემოდის, იქით. ძნელია ინფლუენსერობა, ჩემო კარგო. წამო, მე შევუკეთე.